მე მინდა ვთქვა, რომ არის ძალიან საფუძვლიანი ინფორმაციები ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ჩვენი აქტივისტების მიმართ, პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ და მე მოუწოდებ ხელისუფლებას ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს არის ცეცხლთან თამაში. ნებისმიერი ფიზიკური ზეწოლა განხორციელებული ჩვენს მომხრეებზე, პოლიტიკურად აქტიურ ოპოზიციურ ნაწილზე იქნება გამომწვევი ათმაგი დაპირისპირების ხალხის მხრიდან. ეს განცხადება დღეს ისანში ალიანსის საქართველოსთვის საორგანიზაციო ოფისის გახსნის წინ გაკეთდა. მოძრაობა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მისაღწევად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რისთვისაც დედაქალაქსა და რეგიონებში საორგანიზაციო ოფისებს ხსნის. რეალურად დავიწყოთ ხალხის ნების გამოვლინება ამ საერთო სახალხო გამოკითხვით, პლებისციტით და ეს ნება უნდა იყოს გამოვლენილი და დაცული, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ. ამიტომაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან ამ პირდაპირ დიალოგს, ურთიერთობებს. ამ დღეებში უკვე დაიწყება ხელმოწერების შეგროვება. მე მოუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისელებს სამოქალაქო აქტიურობისთვის.